გენს აუცილებლად უყურეთ ამ მარტივ ვიდეოს და აღარასოდეს შეგეშლებათ. On time, in time, at the end and in the end. On time არის რაღაცას რო პუნქტუალურად დროულად აკეთებ ყოველთვის. In time არის დროზე ადრე ან დროზე ცოტა გვიან, მაგრამ საქმე მაინც გამოდის და არ ფუჭდება. In time ყოველთვის შეიძლება არ უსწრებდეს on time, შეიძლება დროზე ადრე იყოს, შეიძლება დროზე ცოტა გვიან, მაგრამ საქმე მაინც გამოდის. At the end არის რაღაცის დასასრულს და ეწიანს უნდა მოყვებოდეს არსებითი სახელი აუცილებლად, ან შეიძლება დროის პერიოდი მოყვებოდეს და in the end არაფერი არ მოყვება და ქართულად ნიშნავს საბოლოოდ, ბოლოს და ბოლოს საბოლოო ჯამში. ნახოთ მაგალითები. Although I was going to walk, I ended up taking a taxi. და აღარაფერი აღარ მოყვება და წერთ ავტომატურად in the ends. არც არსებითი მოყვება, არც დროის პერიოდი და საბოლოო ჯამში, ბოლოს და ბოლოს ასე ითარგმნება. Max is punctual person, he always arrives on time. თუ პუნქტუალურია, რა თქმა უნდა, on time ჩამოვა. In time არის დროზე ცოტა ადრე ან დროზე ცოტა გვიან და პუნქტუალობა აღარ გამოვა. Staff must sign out at the end of their shift. At the end არის სწორი პასუხი, რადგანაც shift-ი მოყვება არსებითი სახელი და რაღაცის at the end დასასრულს. In the end რო იყოს, აღარაფერი აღარ უნდა მოყვებოდეს. შემდეგი, Rob rarely makes it home in time for dinner. აქ არის იშვიათად, ანუ რაღაცას იშვიათად აკეთებს და იშვიათად შეუძლია. მაშინ იქნება in time for dinner. ამ შემთხვევაში his birthday is სექტემბერი მოყვება, ანუ არსებითი სახელი და გვექნება at the end of September. In the end არაფერი უნდა მოყვებოდეს. Things worked out well. In the end, ყველაფერი ანუ კარგად რომ დამთავრდა და წავიდა და რაღაცის ბოლოს და ბოლოს საბოლოო ჯამში ამას უნდა მოყვებოდეს არსებითი და არაფერი მოყვება და შესაბამისად in the end ვწერთ. შემდეგი, the transport system here is very efficient. Buses always arrive on time. ანუ ყოველთვის არის პუნქტუალური დამოწესრიგებული, ავტობუსები ყოველთვის დროულად დადიან და გვინდა პუნქტუალობის გამოხატვა. I hope I make it there in time to say goodbye to him. Hope არის, ანუ ვარაუდს გამოხატავს და არ არის დარწმუნებული, ამიტომ ამბობს რომ იქნებდა გამომივიდაო და იქნებდა გამომივიდა და პუნქტუალურობას ვერ იცავს ზუსტად თავის აზრში. The bell always rings at the end of the lesson. მოყვება არსებითი სახელი და უნდა იყოს გაკვეთილის დასასრულს, ესე ითარგმნება. We got there just on time to see the film or just in time. Just in time-ეთად გამოიყენება ხოლმე და ნიშნავს, აი ძლივს რომ რაღაცას გააკეთებ დროიდან გამომდინარე, დროში რო იწვი, მაგრამ ასე